ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობა. ინტენსიურმა წვიმამ ჭექაქუხილმა და სეტყვამ რეგიონში წყალდიდობა გამოიწვია. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ქალაქ ბერგამოს მახლობლად, სადაც მდინარე ბრემბო კალაპოტიდან გადმოვიდა. წყლის დონის სწრაფი მატების გამო მაშველებმა მეწყერსაში ზონაში მდებარე კემპინგიდან 250 დამსვენებლის ევაკუაცია გამოაცხადა. წყლის დონის სწრაფი მატების გამო მაშველებმა მეწყერსაში ზონაში ევაკუაცია გამოაცხადეს. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები და მძიმე ტექნიკა. ადიდებული მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოებში სახანძრო მანქანებთან ერთად ბულდოზერებიც მონაწილეობდნენ. ძლიერმა ნალექმა პრობლემები ჩრდილოეთ იტალიის სხვა ნაწილებშიც შექმნა. რამდენიმე რაიონში ტერიტორიები დაიტბორა, მდინარეებში კი წყლის დონე მკვეთრად მოიმატა. სინოპტიკოსები ცნობით ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობა კვლავ გაგრძელდება. ძლიერი ნალექის ფონზე დატბორვისა და მეწყერის საფრთხის გამო შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.